ჩვენ ახალთ ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში, სადაც ქუთაისის ტორპედო ჩაატარებს ვარჯიშს, მატჩის წინა ვარჯიში არ არის მთლად, მაგრამ მატჩამდე 2 დღით ადრე და ძალიან მაგარ კომპლექსში მოგვიყვანეს, სადაც ხადა გათვალიერებინებთ რა ხდება დაახლოებით. ეს არის საფეხბურთო კომპლექსი, სადაც ვარჯიშობენ სხვადასხვა საფეხბურთო სკოლები, დიდი ალბათობით ფედერაციის, აკადემიის ბავშვებიც, იმიტომ რომ ფედერაციის ლოგოები შემხვდა. იქით ხა ვარჯიში მიმდინარეობს და მოკლედ სერიოზული ადგილია ძალიან. არ ველოდებოდი ყაზახეთში ესეთ მაგარ ადგილს, ფეხბურთის განვითარების კუთხით ახლა ვერ ვიტყვით, რომ ძალიან მოწოდების სიმაღლეზე არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ცდილობენ და ფაქტია, რომ სერიოზული ინფრასტრუქტურა აქვთ. I think the favorite is Roda Basi Shimkent. She made a very good match, and we had a little bit luck to win this match, but we made with a good mentality this victory for us. So I'm waiting for a very intensive match. This maybe will be very important how the teams come in the first 15-20 minutes, and I believe Roda Basi will start with full power, maybe of early goal and go of early goal. We want to play also a good style of football, and we prepared the team for both possibilities for the work in defense and for the work in offense.
დაასრულდა პირველი ტაიმი ორდაბას და ტორპედოს შორის. ქუთაისის ტორპედოს გამარჯვებით 1-0. ძალიან ხარისხიანი და ძალიან მაგარი თამაში აჩვენა ტორპედომ. დაცვაში ფაქტიურად უშუალოდ ვითამაშეთ, შეტევაში ჩვენი შანსები გამოვიყენეთ და არ ვიცი, ძალიან მაგარი მატჩია. ჯერჯერობით პირველი ტაიმი რაც შეება შევაფასოთ, არის იდეალური ტორპედოსთვის მიმდინარეობა მატჩის. მატჩის 59 წუთზე ქუთაისის ტორპედო 10 კაცით რჩება. სამწუხაროდ სოლომონ კვირკვერია გაძევებული მეორე ყვითელი ბარათის შედეგად. ერთი დამატებით დროში გაიტანა ორდაბასმა. მოიგო ქუთაისის ტორპედომ ეს მატჩი და მოიგო პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. ტორპედო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კონფერენს ლიგის გილოცავთ ყველას. გილოცავ. ძალიან მაგარი მატჩი ქონდა. გილოცავ. აი ფეხით ხო? პირველ რიგში ვიტყოდი რომ ანუ 11-ზე ძალიან რთული თამაში იყო, იქიდან გამომდინარე რომ გასვლაზე თამაშობდით, გუშევანტი მყივარი მოვიდა. გასვლაზე ხა ესე სავსე მინდორზე, კაი გუნდი იყო ორდაბასი და არის და მინდა მათ მომავალში წარმატებები უსურვო. თუმცა დღეს მთელი 45 წუთი ვითამაშეთ კაცნაკურმა, კიდევ ორმაგად გაგვირთულა საქმე, იმიტომ რომ ესე ვთქვათ კონჩეტევის შანსიც უკვე ნაკლები ქონდა, იქიდან გამომდინარე რომ მთელი გუნდით ვიცავდით თავს. თუმცა მინდა მიულოცო ქუთაისის გულშემატკივარს, ფანებს, ჩვენს ფეხბურთელებს, ყველას აბსოლუტურად მთელ საქართველოს. და ვეცდებით ახლა შემდეგი ეტაპისთვის მომემზადოთ. არანაკლებ რთული თამაში გვაქვს, არანაკლებ კარგი გუნდს ვეთამაშებით და ვეცდებით იქაც ჩვენთვის სასარგებლო შედეგი დავაფიქსიროთ. ოშა ქუთაისის მერა. პირველ რიგში მინდა მიულოცო ყველა ქუთაისელ გულშემატკივარს ეს გამარჯვება, ისტორიული გამარჯვება, რადგან პირველად მოხდა, როცა ქართულმა გუნდმა ყაზახური გუნდი გამოთიშა ევროტურნირებიდან. თავიდანვე ვიცოდეთ, რომ რა თქმა უნდა ადვილი მატჩი არ იქნებოდა, სავსე ტრიბუნები, დაძაბულობა თან ისე მოხდა, რომ მეორე ტაიმში 10 კაცი დავჭერთ, მთელი მეორე ტაიმი 10 კაცი ვთამაშეთ, მაგრამ ესე ერთობლივად ყველა მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ამ მიზნისთვის მიგვეღწია და საბოლოო ჯამში ვთვლი, რომ დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპს. შემდეგ მეტოქი ომონია მასრობის პერიოდის. ომონია ჩვენ გამოსილება გვაქვს ომონიასთან მატჩის, საკმაოდ ძლიერი გუნდია, თან მალევეა თამაში და ეხლა დღეს რა თქმა უნდა ცოტა აღვნიშნავთ ვიზე იმერთ და ხვალიდან უკვე დავიწყებთ ომონიასთვის მზადებას. ვთვლი რომ არ არის შეუძლებელი რა თქმა უნდა და ქუთაისელ გულშემატკივარს ვპირდები რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს ეტაპიც გავიაროთ და გავახალოთ მთელი ქალაქი.